ჩემი ქადაგების თემა არის ასეთი, რწმენის მიზანი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი, სწორედ ამ ასეთი ეკლესიის, რაცაც უკვე ვილაპარაკე, აი ასეთი მოქმედებაში მყოფი ეკლესიის, ღვთისნებაში მოძრავი ეკლესიის, ქრისტიანის შექმნის, მისი რეპროდუქციის თემა არის. რწმენის მიზანი. და ორიოდე სიტყვით ვიტყვი მეგობრებო, რომ აი დღეს აქ ჩამოყალიბდება და შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ კიდევ რამდენიმე ახალი განმარტება, დეფინიცია. იმიტომ რომ კითხვა რომ დაგისვათ ეხლა საერთოდ უბრალოდ რიტორიკულია ეს ყველაფერი, რომ აი შენი აზრით რა მიზანი აქვს რწმენას? არც სამოიძახოთ, აი ნახეთ ვიღაცამ რო გითხრას, აი ხო ლაპარაკობთ რწმენაზე. რა მიზანი აქვს რწმენას, მაგრამ პირველ რიგში ალბათ უფრო სწორი იქნებოდა კითხვა ასე დაისვას, საერთოდ რა არის რწმენა? ხო და მეც ასე მინდა ძვირფასებო შეხედეთ ჯერ მაინც ძალიან მარტივი ფორმულირება მოგაწოდოთ, ბიბლიური ფორმულირება, რომელიც ახალი არ არის. საერთოდ არ არის ახალი და მე არც ამ ეკლესიისთვის არ არის ახალი, იმიტომ რომ ბევრჯერ გვისაუბრია, ბევრჯერ გვითქვავს ეს ყველაფერი ჩვენ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ როცა ვლაპარაკობთ რომ რწმენას მიზანი, მოიცა რწმენის მიზანი. შენ რომ გეთქვა რაღაცა რწმენის საქმე, რაღაცა გასაგები, მაგრამ რწმენა, ანუ რწმენა რომ მაქვს, კიდე რა მიზანი უნდა კონდეს ამას. მოდი არ ვიჩქაროთ და მოდი დავიწყოთ ამით, რომ პირველ რიგში ვთქვათ, რა არის რწმენა და როცა მეგობრებო მოკლე ფორმულირებას ვიტყვით, რა არის რწმენა, ეს უკვე იმაზედაც გასცემს პასუხს, რა არ არის რწმენა. ანუ ერთდროულად ის იყოს რწმენა, თან არ იყოს, ასე არ იქნება. ანუ თუ ჩვენ გამოვუკვეთ და პირველ რიგში ეს გვაინტერესებს, რა არის რწმენა და მე ამ ყველაფერს კიდე შევძენთ ზესთართავ სახელებს ღმერთის რწმენა, იმიტომ რომ იესომ თქვა, რომ ღმერთის რწმენა იქონიეთო. და ეს რა კონტექსტშიდაც თქვა, ნუ არ ვიჩქაროთ, მოდი ამაზე მივვალთ. და თუ იესომ თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ ღმერთის რწმენა, მაშინ კითხვა მაქვს, აი ეგ ღმერთის რწმენა რა არის? რწმენის მარტივი ბიბლიური ფორმულირება ასე ჟღერს. დავიჯეროთ, რასაც ღმერთის სიტყვა ამბობს და ვიცხოვროთ ამის მიხედვით. ეს არის უმარტივესი ფორმულირება რწმენისა. დავიჯეროთ, რასაც ღმერთის სიტყვა ამბობს და ვიცხოვროთ ამის მიხედვით. მეგობრებო, შესაძლებელია ეს პატარა ფორმულირება ორ ნაწილად კიდევ გაიყოს და პირველ ნაწილში შევჩერდეთ ხოლოდ. ნახეთ თქვათ, რწმენა ეს არის დავიჯეროთ ღმერთის სიტყვა. და უამრავი ქრისტიანი ეჭვიც არ მეპარება, რომ აქ არის გაჩერებული. აი კი მჯერა რა, ღმერთის არსებობა როგორ ამჯერა? არ გინახავთ ადამიანი, როცა კითხვას უსვავთ, რომ ღმერთის გწამს, რას ლაპარაკობ, კაცო, ღმერთის როგორ ამწამს? მაგრამ ჩვენ აქ ვჩერდებით სინამდვილეში. ნახეთ, ჩვენ უკვე რომელსაც ვიცით გარკვეულწილად რაღაც სიტყვა ღმერთისა, რომელსაც ეს ცნობიერება ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ევანგელიურ ეკლესიაში, სახარების წმენის ეკლესიაში დავდივართ. ნახეთ, ჩვენ ამ ფორმულირებას საერთოდ წინააღმდეგობაში არ მოვდივართ. ჩვენ დიახ ვეთანხმებით, რომ რწმენა ეს არის დაიჯერო ღმერთის სიტყვა, მაგრამ მეორე ნაწილი არის სულ ორ სიტყვაში გადმოცემული, რომ იცხოვრო ამის მიხედვით. რწმენა უკვე აღარ არის რწმენა, როცა ის შუაზე წყდება, ძვირფასებო ეს ფორმულირება. აი თქვენ ახლა მორწმუნე საზოგადოებას გეუბნებით, აი დღეს თქვენ შეგიძლიათ ახლა მკაცრად საკუთარი თავი შეაფასოთ, სარკეში დაათვალიეროთ და თუ კი აღმოვაჩენთ, რომ უფრო მეტად იქ-ჩერდებით ხოლმე შუაში, არა ყოველთვის, მაგრამ უფრო მეტად იქ-ჩერდებით შუაში, აი სწორედ ეს არის, უნდა გადავხედო ახლა, რამდენად ვცხოვრობ რწმენაში, რამდენად ვცხოვრობ ღმერთის რწმენაში. იმიტომ რომ ერთია რომ ვიჯერებ, მაგრამ მეორეა ყოველდღიურად მოქმედებ თუ არა ამ ყველაფერში. ქრისტიანებო ახლა აქ რომ ვინმე დადგეს და თქვას, აი ჯერა ღმერთის ნათქვამის? ხო, ეჭვიც არ მეპარება რომ დაგაძალოთ ყველა კითხვის რა კითხებს გვისვავს საერთოდ. ძმაო, ჯერა რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მაინც არის განსხვავება. ჯერა ღმერთის ნათქვამის, მაგრამ თუ მოქმედებ ისით ყოველდღიურად. რომელთა 10:17 ამრიგად რწმენა მოსმენისგან, ხოლო მოსმენა ქრისტეს სიტყვისგან. ნახეთ ახლა როგორ ლაგდება. რწმენა ყოველთვის უკავშირდება ღმერთის სიტყვას. არ შეიძლება რწმენა ეწოდოს იმას, რაც რაღაცით არ არის დაკავშირებული ღმერთის სიტყვასთან.
ანუ თუმე შევიქმენი შინაგანი განწყობა ან თავდაჯერება ისეთ საკითხზე, რომელიც თანხმობაში საერთოდ არ მოდის ღმერთის სიტყვასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რწმენა არ არის. თუმცა მე მაქვს ძალიან ისეთი შინაგანი დაჯერება, ან შინაგანი განცდა. მაგალითად ესეთი პოზიტიური აზროვნება ის არის ესეთი ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, რომ აი პოზიტიურ აზროვნებას აი ესეთი თითქოს მოაქვს დიდი ნაყოფი და პოზიტიური აზროვნების დაახლოებით წყობა ასეთია, რომ შენ უნდა შეიქმნა შენში კარგი განწყობა, პოზიტიური განწყობა და მე უნდა ილაპარაკო, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ხანდახან ამ ფილოსოფიაში განსწავლული ხალხი ისე ლაპარაკობენ, გეგონებათ კარგი მორწმუნეები არიან, მაგრამ არა მეგობრებო, იქ ზოგჯერ ღმერთს საერთოდ არ აქვს ადგილი, რომ იცოდეთ. იმიტომ თუ ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად ვერ იქნება, რა დიდი სიბრიყვია, ნახეთ, შენ გამოხვიდე და თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ღმერთი ამბობს, რომ აქ ყველაფერი კარგად ვერ იქნება, და ახლა არ დაიბნეთ, როდის ამბობს ღმერთი, რომ აქ ყველაფერი, მეგობრებო, მისი სიტყვა ამბობს ამას, ხვდებით? მისი სიტყვა პირდაპირ ალაგებს, რომ თუ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, თუ არასწორ არჩევანს აკეთებენ, არ იქნება ყველაფერი კარგად. ღმერთი ამბობს, რომ ყველაფერი შესაბამისად იქნება. ყველაფერი იმ თესლის მიხედვით აღმოცენდება, რასაც ადამიანი თესავს. რამეს ცუდად ვამბობ, მეგობრებო, განა ასე არ ვკითხულობთ წერილებში? ამიტომ მე შევიქმენი ახლა პოზიტიური აზროვნება და გაკვეთილებს ვატარებ, ვკოუჩობ, ვტრენერობ, მოდი ასე ვთქვათ ეს რა კოუჩი უფრო მიღებული გახდა ინგლისური ცოტა გავსვეცკდით ახლა ჩვენ და აი მწვრთნელობ მე და ეს კოუჩები ფასიან გაკვეთილებს აძლევენ, სამოტივაციო გაკვეთილებს აძლევენ და ასე ასწავლიან, შეიძლება რომ მე არ მაქვს ამ ყველაფრის მიმართ არანაირი ცუდი მოტივები ძვირფასებო. კოუჩმაც იქოუჩოს, ფსიქოლოგმაც იფსიქოლოგოს, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ჩვენ საიდან ვიღებთ ამ თავდაჯერებას? რწმენა თუ მოსმენისგან მოდის და მოსმენა ღმერთის სიტყვიდან, მაშინ რწმენა ყოველთვის არის დაკავშირებული ღმერთის სიტყვასთან. ყოველთვის არის დაკავშირებული ღმერთის სიტყვასთან. ასე რომ თუ გვინდა ჩვენ მეგობრებო გავარკვიოთ ხშირად მე ან შენ ან სხვას, აქვს თუ არა ღმერთის რწმენა, ჩვენ უნდა შევძლოთ პარალელების გავლება ყოველთვის ღმერთის სიტყვასთან. გესმით? აი ადამიანი ამბობს მე მწამს რომ ღმერთი ასეთია. შენ უნდა შეძლო სწორი პარალელები გვაჩვენო ღვთისნათქვამთან. მე მწამს მაგალითად რომ ეს ძველი აღთქმის დროს იყო და ახალ აღთქმაში საჭირო აღარ არის, იცით ეს შეიძლება შენ გწამს და ეს შენი დაჯერება არის სხვა მიზეზები დგას ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მოგიწევს პარალელების გავლება შეძლო პირდაპირ ღმერთის დაწერილ სიტყვასთან. არა ვარაუდებთან. მარკოზის 11:22 პასუხად უთხრა მათ იესომ, "გქონდეთ ღმერთის რწმენა". ეს ის შემთხვევა არის ძვირფასებო, როცა ადამიანები რაღაცას, ანუ მისი მოწაფეები რაღაცას ვერ ახერხებენ იგივე მეთოდებით, რასაც იესო აკეთებდა, მათაც ილოცეს, მათაც ცადეს, არაფერი არ მოხდა და მე ეკითხებიან ეს როგორ ხდება, შენ რაღაცა ლეღვს უბძანე, შენ რაღაცა აი ჩვენ რაღაცა ვერ შევძელით, უიმ ეს ლეღვი ნახეთ, შენ რომ თქვი რომ აღარ გამოგეღოს ნაყოფიო ლეღვი გახმა. და უკვირდათ ადამიანებს ეს როგორ ხდება, მეგობრებო, ეს დასაწყისი იყო. ეს დასაწყისი იყო და ვინმეს თქვენთვის ამე ფოკუსი თუ გაუკეთებია. ძალიან უმარტივესი ფოკუსია ხშირ შემთხვევაში. მოიცა ეს როგორ ხენი ამბობ, მაგრამ რო გაერკვევი, აღარ გიკვირს მერე, ხვდებით? ეს იყო პერიოდი, როცა მოწაფეები ამას იწყებდნენ ამის დანახვას და იესომ ჩაიარა, ლეღვზე დაიწყო ძებნა და ნაყოფობა არ იყო. მახარებელი ამბობს ამ დროს ლეღვი არ მწიფთა და შეიძლება ვიღაცას კიდეც გაუკვირდა რა დროს ლეღვის ძებნა არის. ახლა არ არის ლეღვის სეზონი და იესო მოძებნა ლეღვი და ვიღაცას ეგონებოდა ძვირფასებო რომ ასაკეთებს არაადეკვატური არ მიაქციეს ყურადღება და მე წარმოთქვა რომ რადგანაცო ნაყოფი არ გააქვსო უკუნისამდე არ გამოგეღოსო და იცით მე რა დაგეგმა მოძღვარმა ზუსტად შეგნებულად იგივე გზაზე გამოატარა მოწაფეები და თვითონ არ ყოფილა ინიციატორი შეხედეთ ამ ლეღვს რა უქენი არა ვიღაცამ უცებ აღიდგინა ნახეთ ამ სიმწვანეში მარტო ეს ხე როგორ გახმა გუშინ აქ ჩამოვიარეთ ეს ლეღვი მწვანე იყო იესომ ნაყოფის ძებნა დაიწყო ნაყოფი არ გონა და მე წარმოთქვა სიტყვა რომ უკუნისამდე ნაყოფი არ გამოგეღოს
და როგორ მოხდა და ეს მომენტია სწორედ რაც ახლა წაგიკითხეთ ისინი ეუნებიან ეს როგორ ხდება და ეს მომპასუხა ასეთი რაღაც გქონდეთ ღმერთის რწმენა არ დაიბნეთ ვიფასებო ამ დროს ხშირად თავდაჯერანი რაღაცა შინაგანი დაჯერებულობა ან განცდა გვინდა გქონდეთ ხოლმე და როგორ არის მე რეიც მაგრამ როგორც ესომ დაუსვაქ წამსო და წამს მაგრამ უშველეთ ჩემს ურწმუნოებასო ეს შინაგანი განცდა ვერ დაინახა ადამიანმა ხვდებით ამაზე ვართ ხოლმე კონცენტრირებული ახლა კიბოიანს რომ დაინახავ როცა ექიმები დასკვნას მოგცევენ რომ всё მოდებული აქვს ყველგან მეტასტაზები ადამიანების უდიდესი ნაწილი ამბობს რომ ყველაფერი დამთავრდა იმიტომ რომ შიგნით არაფერს არ გრძნობ შიგნით არ მაქვს ახლა მკვდარს რომ დავინახავ მივიდე და ადექი ესოს სახელი და შიგნით ეს არ მაქვს ეს შინაგანი განცდა რასაც რწმენას ვეძახით ხშირ შემთხვევაში იესომ თქვა ასეთი რაღაცა იქონიეთ ღმერთის რწმენა ანუ გქონდეთ ღმერთის რწმენა რა არის ეს ღმერთის რწმენა ამის პატარა ფორმულირებაც ღმერთის რწმენა არის ღმერთზე სრულად მინდობა და ღმერთის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ქმედება არ დაგაბნიოთ ამ ნათქვამა, შეხედეთ, მაინც დაზუსტება ჭირდება. ღმერთის რწმენა გამოკვეთილი, იმიტომ რომ მან თქვა ღმერთის რწმენა. არა შინაგანი განცდა, არა რაღაცა პოზიტიური აზროვნებიდან მოსული რაღაცა ისეთი мотивация. იესომ თქვა, იქონიეთ ღმერთის რწმენა ჩვენ ასეთ ფორმულირებას გთავაზობთ. ღმერთის რწმენა ეს არის ღმერთზე სრულად მინდობა. სრულად, სიტყვა სრულად ნიშნავს სრულად. მის ნათქვამზე სრულად მინდობას და ღმერთის ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ ქმედებას. ანუ ღვთის ჭეშმარიტება ეს არის ღვთის სიტყვა, ღვთის გამოცხადება, როცა ჩემი ქმედება ეფუძნება ღვთის დაწერილ სიტყვას, მე მოქმედებ ღმერთის რწმენით. ეს არის უთხოვარი. რატომ არის ამის თქმა საჭირო ძვირფასეულს? სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ უნდა გავყოთ, წყალგამყოფად უნდა დავადგინოთ ეს. ომი ასე მწამს, ჩემი რწმენა ასეთია. რწმენა არ არის თავდაჯერება ან შინაგანი განცდა. მეცაც გეტყვით, ბიბლია ამბობს, რომ რწმენა არის ერთი და არა მრავალი. ეფესელთა მიმართ წერილი მე-4 თავის მე-5 მუხლი ერთია უფალი, ერთია რწმენა. არ არის 10 რწმენა. ერთია რწმენა. იოანე 11:40 უთხრა მას იესომ, განა არ გითხარი რომ თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ მეთქი? მეგობრებო, მე ამონარიდებს ვკითხულობ კონტექსტებიდან სწორედ დროის გამო და შეგახსენებთ ამასაც, ეს არის ლაზარეს სიკვდილის კონტექსტი. ლაზარე გარდაიცვალა, მისი დები მართა და მარიამი ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცი იყო ლაზარე, როცა გარდაიცვალა. მათ წინასწარ იესოს შეუთვალეს, რომ მოსულიყო იესოს დააგვიანდა. იმიტომ კი არა რომ დილას ასკროლვა დაიწყო და ამის გამო არ დააგვიანდა. შეგნებულად დააგვიანა იესომ, ეს იცოდეთ. ახლა აქ არ დამიწყოთ მე კვირისკრებაზე შეგნებულად ვაგვიანებთ. ნუ ამ კონტექსტში ვერ მოხვალთ ახლა და ტყუილია რა. შეხედეთ? იესომ დაიგვიანა შეგნებულად რომ მის დაგვიანებას უნდა მოყოლოდა ლაზარეს სიკვდილი, ხოლო ლაზარეს სიკვდილს ღმერთის დიდება უნდა გამოეჩინა. ესმით? და როცა იესო მივიდა და ისინი წუხან იესომ ანუ გეშა. ნუ გეშინია. იხილავ ღმერთის დიდებას. კიდევ რომ გადააბეს ლაპარაკი იესო ეუნება კაცი რომც მოკვდესო იცოცხლებსო. ვიცი, ის ეუნება ხო? აღდგებაო შენი ძმა იესომ დაუზუსტა. ვიცი, მკვდრეთით აღდგომის დროს აღდგება. ადამიანს სულ აქვს პასუხი და იესომ გააფრთხილა მე ეუნება ხომ გითხარი? თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ. მეგობრებო, ჩვენ ქადაგებას მთლიანად ავაგებთ აი ამ ნარატივზე. რწმენის მიზანი არის ღმერთის დიდება გამოჩნდეს ყოველთვის. და ღმერთის დიდება რატომ უნდა გამოჩნდეს, ამას კიდევ გეტყვით ქადაგებაში. დამსწავლებაში. ნახეთ, მან უთხრა, თუ ირწმუნებ ხომ გითხარი, განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ მეთქი. ღმერთის დიდებას იხილავ არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთის დიდებას იხილავენ ადამიანები, მეგობრებო, ჩვენს ცხოვრებაში, ეკლესიის ცხოვრებაში. როცა ჩვენ ვირწმუნებთ, მოვკვდებით და გავცოცხლდებით? არა, ნუ იჩქარებთ. შეიძლება არც მოვკვდეთ და არც გავცოცხლდეთ, მაგრამ რწმენის ნებისმიერი გამოვლინებით ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიცნობენ, ჩვენს გარშემო არიან, ღმერთის დიდებას იხილავენ.
მაგრამ ჯერ არ იჩქაროთ ძალიან ღრმად ჩავშლით ამ საკითხს. ყოველთვის როცა ჩვენ სათანადოდ ვეხმაურებით ღმერთის სიტყვას, ჩვენი რწმენა ახდენს თვითონ ღმერთის დემონსტრირებას. პატარა რამეშიდაც რომ ვერწმუნო უფალს. ამ რწმენის მიხედვით რომ ვიქცევი, მოთმინებას რომ ვავლენ, უკან დახევას რომ ვახერხებ, დათმობას რომ მივმართავ. მეგობრებო, ეს რწმენის ნაბიჯებია. რატომ? იმიტომ თუ რწმენა ღმერთის სიტყვის მიხედვით მოქმედება არის, როცა მე არ ვპასუხობ როგორც ის იმსახურებს, როცა ჩემს მეგობელთან, ჩემს მეზობელთან სხვანაირად ვიქცევი, ხალხო მომყევით, როცა ამას მუდმივად ვაკეთებ, რწმენით ვიქცევი ამ დროს. თქვენ რა გონია, თქვენ მორწმუნეებსაც წარმოუდგენია მკვდარს რომ დაინახავენ გაცოცხლებულს. ძალიან გვინდა ეს. სასწაულებს რომ დაინახავენ. იცით, ასე გვინდა ჩვენ, იმიტომ თუ სასწაული მოხდება, ადამიანები სასწაულზე გადაიტანენ ყურადღებას და არა ჩემს უთხასიათზე. მომყვებით? ესე იგი, თუ ვირწმუნებთ, ღმერთის დიდება იქნება თვალსაჩინო. თუ ყოველთვის სწორი რამოხმაურება გვექნება ღმერთის სიტყვაზე, ამით ღმერთის დემონსტრირება ხდება, ხალხო. როგორი მცირეც არ უნდა იყოს საქმე, შეიძლება ვიღაცას 2 ლარით გაუმართო ხელი და ამ ადამიანმა ღმერთი განადიდოს თქვას, რა გულიანი ადამიანი ყოფილა, მარტო მაგან შეამჩნია ჩემი ტკივილი. ხვდებით, ამის გამო განადიდოს უფალი. ვიღაცამ შეიძლება შენი დათმობა და მოთმინება თქვას, ეს რა ვნახე? სულ ამას არ ვლაპარაკობთ, მეგობრებო, და ხალხი არ მომყვება ამაში, მაინც რაღაცა, სასწაული. სულიწმინდა არსად არ წასულა, ხალხო, სულიწმინდა ამაში მოქმედებს. თუ ვირწმუნებთ, თუ შენ ირწმუნებ, თუ ღმერთის სიტყვის მიხედვით მოიქცევი ყოველ დღე, ადამიანები ღვთიურ დემონსტრირებას დაინახავენ. ღმერთს დაინახავენ ამ ყველაფერში. მე არ ვამბობ ამას, თქვენ შემიძლია მე მედაოთ, ეხლა რას ფიქრობ, ღმერთს როგორ დაინახავენ? ასე თქვა იესო. რწმენის საბოლოო მიზანი ჩვენი წარმატება კი არ არის. აი როგორ არის ეკლესიებში დანახული, მათ შორის სახარების რწმენის ეკლესიებში. თუ ირწმუნებ, წარმატებული იქნები, თუ ირწმუნებ, აყვავებული იქნები, აი რწმენით ასე განიკურნები. არა, რა თქმა უნდა, მას წარმატება მოაქვს უპირობოდ. მაგრამ რწმენის მიზანი ჩვენი თემის სათაურია. რწმენის მიზანი ჩვენი წარმატება კი არ არის პირველ რიგში. რწმენის საბოლოო მიზანი არის, მეგობრებო, ღმერთის დიდების წარმოჩენა. დაიმახსოვრეთ ეს. ღვთის დიდების გამოცხადება არის სამყაროში. ღმერთმა რწმენა ამ მიზეზით მოგცა და ღმერთს უნდა რომ რწმენა ამ მიზეზით ვამოქმედოთ, რომ სამყაროში ხდებოდეს მისი დიდების გაცხადება და გაცხადება. ზოგი დიდ საქმეში, ზოგი პატარა საქმეში. სწორედ ეს არის სამქადაგების გული და მიზანი, რომ ჩვენ მარწმენამ ღვთიური დიდება წარმოაჩინოს. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, მეგობრებო, რომ თითოეულს, ვინც დღეს აქ ვართ, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ყოველთვის რჩებოდეთ რწმენის ბილიქზე. მეც ახან შესავალში ვილაპარაკე, ეკლესიაში დავდიოდეთ. ესეც რწმენის ნაბიჯია თავისთავად. და რატომაც არ უნდა იყოს შეწყვეტილი ეს პრაქტიკა და რატომაც უნდა ვიყოთ მუდმივად ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულნი. დიახ, ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომ ღმერთმა დაგვაკისრა ეს პასუხისმგებლობა, რომ დავრჩეთ ყოველთვის რწმენის ბილიქზე. თითოეული. თქვენ ამით ჩემთან კი არ ხართ ანგარიშვალდებული, თქვენ ამით ეკლესიის ხელმძღვანელთან კი არ ხართ ანგარიშვალდებული. იცით როგორ ხდება ხოლმე, როცა ასეთ ადამიანებს მოვინახულებ ხოლმე ბოდიში ისა ვერ მოვედი, მე ვთხარი, მე რატომ ებოდიშები? შენ გონია რომ ჩემთან ხარ პასუხისმგებელი? არა. ეს პასუხისმგებლობა შენ გაქვს ღმერთისაგან მოცემული. იმიტომ რომ შენ იმის ნაცვლად რომ მუდამ მთელი სამყარო შენი შეგონებით და შენი გამხნევებით იყოს დაკავებული, შენ გაქვს პასუხისმგებლობა, შენც იყო დაკავებული სხვისი გამხნევებით და სხვისი შეგონებით, შენც იყო შენი რწმენით ვიღაცისთვის, ვინც მეტად ბნელში არის სინათლის პატარა ნაპერწგალი. ეს პასუხისმგებლობა დაგვადო, მეგობრებო. რატომ არ ვრცელდებოდა არასდრო ქრისტიანობა? იცით, მეგობრებო, ქრისტიანობა არასდროს არ ვრცელდებოდა ვარსკვლავებით, სულიერი ვარსკვლავების ხარჯზე. ქრისტიანობა სინამდვილეში ვრცელდებოდა თითოეული ქრისტიანის ნაცხოვრების ხარჯზე. ჩვენ უნდა ვიდგეთ რწმენაში. ამას ბიბლია ამბობს. 1 კორინთელთა 16:13 იფხიზლეთ და იდექით რწმენაში. მოციქული ასე არ იგებდა თავის
ბოლო აბზაცებში, როცა წერილს წერდა კორინთელთა ეკლესიას, იფხიზლეთ და იდექით რწმენაში. რწმენაში ვერ იდგები კვირას. მხოლოდ კვირას. შენ უნდა იფხიზლო და ყოველ დღე უნდა იდგე რწმენაში. რომელ რწმენაში? ღვთის ნათქვამის მიხედვით დაჯერებაში და მოქმედებაში. ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ და ვტკიცდებოდეთ რწმენაში. მეგობრებო, მე გელაპარაკებით იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ღმერთმა დაგვაკისრა, ჩვენ თითოეული მორწმუნე, თითოეული ეკლესიის წევრი უნდა ვიზრდებოდეთ და უნდა ვტკიცდებოდეთ რწმენაში. პირველი თესალონიკელების 1:3 ამბობს, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ნახეთ, პავლემ დააფიქსირა, სულ მუდამ, ნახეთ ის ამბობს, სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა. რა მაგარია, როცა მოციქული მეგობრებო, ღვთის სულით ჩაგონებული ეკლესიას ეუნება, სულ მუდამ იზრდება თქვენი რწმენა. და ეს რაში გამოიხატება, მეგობრებო? ბავშვებს რომ გავზომავთ ხოლმე, ალბათ ხანდახან. ბავშვს რომ მაგალითად 3 თვის ადრე ფეხსაცმელი უყიდე და 3 თვის მერე ფეხი რომ არ ჩადის, კონსოლიუმს ეძახი? ნეტავ რა მოხდა? ვაიმე ფეხსაცმელი და მიუქმდა, ბავშვი გაიზარდა. ასეთივე ბუნებრივია ეს ყველაფერი, გეუბნებით გულწრფელად. თუ გუშინ არ ვიზრდებოდი, დღეს უკვე შემიძლია დავიწყო პატარა ზრდა, იცით რატომ? ავიღო ღვთის სიტყვა და დღეს დავიწყო მისის მიხედვით ცხოვრება ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემს ზრდას იწვევს. მე ცოტათი უკვე გავიზარდე, შეიძლება ჯერ არ მეტყობა, სულ 10 მილიმეტრია, მაგრამ ღმერთი ხედავს ამ ზრდას და ხვალ ადამიანების დაინახავი. საქემოციქულთა 16:5 ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენაში. ნახეთ, და რა ხდებოდა? იც არაფერიც არ ხდებოდა. უბრალოდ იზრდებოდნენ. ხედავთ? რა მოყვება რწმენაში ზრდას? რიცხობრივი ზრდა. რატომ? რა შუაშია მე რწმენაში გავიზარდე და შენ რწმენაში გაიზარდე და რა შუაშია? ღვთის დიდება იწყებს გამოვლინებას. ადამიანები ამის დანახვას იწყებენ, მეგობრებო, და მიზიდულობა უჩნდებათ. იმის გამო რომ მე, შენ რწმენაში ვდგებით, რწმენაში ვცხოვრობ. რწმენა რა არის? რაღაცა ნათება, შარავანდი თავზე არა, წერილმა თქვა, როცა ყოველდღიურად ირჩევ ღმერთის ნათქვამის მიხედვით ცხოვრებას. შემდეგი, უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. ნახეთ რა თქვა პავლე მოციქულმა მეორე ტიმოთეს 4:7, კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვლი ასპარეზი რწმენა შევინარჩუნე. მარტივად შემოგთავაზოთ ფორმულირება. პავლე არის მოხუცი და ამბობს, ვაკეთე ბევრი საქმეები. მოდი ცოტა გავიხუმრები, ახლა ისე ვიმორს მოვიშველიებ, მაგრამ ვინ დაინახა, ვინ შეამჩნია? 21 საუკუნის ქრისტიანი, რომელიც ასაკში შევიდა და ლაპარაკობს ასე, ვიდექი ვაკეთებდი, მაგრამ ვინ დაგინახა? ვინ შეგამჩნია? მე ამბობს, გავიარე ჩემი ასპარეზი. ხო და ეხლა ღმერთი რო არსებობს მჯერა. მოიცა თავიდანაც ასე იყავი, ვიღაცა ეკითხება, ესე ღმერთის არსებობა გჯეროდა? თქვენ გონიათ პავლე ახლა ამას ამბობს, ანუ ამ მარადიულ ცნებაში, რაც პავლემ თქვა და დღეს ამას ეკლესიები, ხალხო, რა ვიცი, სალიდერო კონფერენციები ეძღვნება, აი ამ ერთ მუხსი არის აგებული. რომ მე ისე ვიცხოვრე, რომ რწმენა შევინარჩუნე და ამ ყველაფერს მე იცით რა მოყვება, ვისაც გახსოვთ, ეხლა მომელის გვირგვინი ღმერთისგან. პავლე სწორედ ამას ამბობს, მეგობრებო, რწმენის შენარჩუნება მოხდა დიდი ბრძოლების მიუხედავად, დიდი გამოწვევების მიუხედავად. პავლესაც ჰქონდა იგივე გამოწვევები, რაც თითოეულ თქვენთან განსგავთ, მეგობრებო. პავლე, რომელიც მოციქული იყო და ბიბლიური წესრიგის მიხედვით, ეს მან თავის წერილშიც აწერა, აი ნახეთ სამსხვერპლოს მსახურები ტაძარშიო, სამსხვერპლოდან ჭამენო და ნახეთო მეო, ეს უფლებაც კი არ გამოვიყენეო, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ძუნწები იყავითო და არაფერი არ ამიღია თქვენი ეკლესიიდანო. და ამაზე მე რასწავლება შექმნეს, ხო იცით, ძუნწების სწავლება არის. აგერ პავლე შეხედეთო, კორინთოში რომ ჩავიდაო, კარვების კერვა დაიწყო და უნდათ დახატონ რომ პავლე ესე იგი ჩამოშორდა მსახურებას და კარვებს ყიდა და ფულს შეულობდა. პავლემ ამ ყველაფერს
სწავლება წარუმძღვარა, მან თქვა, იმის გამო რომ თქვენ ასე ჩათვალეთ, ჩვენ გადავწყვიტეთ არ დაგწოლოდით ტვირთად. ამიტომ ჩემი ძველი ხელობა ავიღე ისევ, რომ თქვენი უყურადღებობის გამო შიმშილით არ მომგვდარიყავიო. პავლემ რწმენა შეინარჩუნა ძვირფასები. რწმენა შეინარჩუნა, არ დასუსტებულა მისი რწმენა. ანუ ის ისევ მოქმედებდა ღმერთის ნათქვამის მიხედვით. ამას ქვია რწმენის შენარჩუნება. შეინარჩუნებთ ყველანი? ამენ. ვისურვოთ რომ ასე იქნება. სიკვდილის წინ კი არა. ხვალ ზეგ იგივე განწყობით ივლი? ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. ეს არის გამოწვევა. ეს არის პასუხისმგებლობა. უნდა ვიდგეთ რწმენაში, უნდა ვმტკიცდებოდეთ რწმენაში და უნდა შევინარჩუნოთ რწმენა რთულ სიტუაციებში. შეგიძლიათ თქვა ამენ? ეს არის ყველაფერი მეგობრებო საკვანძო საკითხი სამეფოს გავლენისთვის და სამეფოს გაზრდისთვის. ისმის ჩვენ ეკლესიაში ეს ქადაგება, ეს სწავლება. ღმერთს მადლობა რომ სხვა ძმებიც ამ ყველაფერში აღყვენ და საუბრობენ სამეფოზე, სამეფოს გამწობაზე, სამეფოს გაზრდაზე, ღვთის სამეფოზე ვლაპარაკობ. მაგრამ მეტია საჭირო მეგობრებო. ნახეთ, საით წავიყვანეთ ახლა. ეს არ არის ჩემი მიგნებები, ჩემი რაღაცა. ეს არის სწორედ ბიბლიის სული ძვირფასებო რწმენის მიზანი, რა ვთქვით, არის არა ჩვენთვის უბრალოდ წარმატების მოტანა, რწმენას ღმერთმა მისცა ეს მიზანი, რომ ღვთის დიდება გამოაცხადოს სამყაროში და როცა ღვთის დიდება გამოცხადება სამყაროში, სამეფოს გავლენა იზრდება. ღვთის სამეფო იზრდება თვითონ გესმით? ამიტომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, როცა მორწმუნეები რწმენით იცხოვრებიან, დადგებიან რწმენაში, შეინარჩუნებენ რწმენას, გაიზრდებიან რწმენაში, სამეფო გაიზრდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. პირველი თესალონიკელების 1:4 ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა. რწმენის მიზანი ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ქადაგებით არა. მეგობრებო, ცოტა კრიტიკულად გამომდის, მაგრამ უმეტესობა ჩვენთაგანი თუ გარისკავს და თუ გაბედავს და ვინმეს უქადაგებს, გონია რომ გმირია. ქადაგება კარგია. მაგრამ ქადაგებაზე მარილი ვით არის მეგობრებო, როცა ჩვენ რწმენაში მყოფს ხედავენ ადამიანები. და ეს რწმენა არ არის ღმერთის არსებობის დაჯერება, ჯერა ღმერთის ეს განაცხადი, საერთოდ ბავშვობა არის. ღმერთის შენ მეზობელ ჟუჟუნასაც ჯერა. ხო მისი მუხლების ჭირიმეო რო ამბობს. შენ სახელს ვენაცვალეო, მასაც ჯერა. და ის განსხვავებას არაფერში არ არის განსხვავება, კი ბატონო, აგერ დამშეუმაშველა იაკობმა თქვა, წამს ღმერთი, კარგია, მაგრამ ეშმაკებსაც წამთო. და რატომ შეადარა იაკობმა ეშმაკების რწმენას, ხშირად მორწმუნეების რწმენა, იმიტომ რომ რწმენა მოქმედების გარეშე ზუსტად იგივენაირი რწმენა არის, ტოლობის ნიშნით. რწმენა საქმის გარეშე. ყველა სხვა ადგილსაც მისვლა თქვენი ღვთისადმი რწმენა, ნახეთ რას ამბობს, ნახეთ როგორ დაყო. ხალხო, ესე იგი როცა ამ თემაზე მუშაობა დავიწყე და ეს მუხლები პროცესში ასე მომდიოდა, ვეძებდი ყველა ადგილებს, ვამოწმებდი, ვიყენებდი აპლიკაციებს, რომ თავი მომეყარა ყველა იმ მუხლისთვის, ყველა კონტექსტის არ რწმენაზე იყო ლაპარაკი. ხალხო, ვამოდი, ვაუ, ვიყვირე სახში ღმერთო რა დიდებული ხარ, იმიტომ რომ ასე არავს არ დამინახავს. ნახეთ, პავლემ ასე დაიწყო, თქვენი სიტყვა მიწვდა მაკედონიას და აქაიას, ეს რეგიონები იყო უდიდესი რეგიონები ძვირფასებო და ჯერ არის ნათქვამი, თქვენი სიტყვა მიწვდა და მე ნახეთ როგორ ამთავრებს. ყველა ადგილსაც სხვაგანაც მისვლა თქვენი ღვთისადმი რწმენაო. ანუ ადამიანები მარტო სიტყვას კი არ ისმენდნენ, ადამიანები ლაპარაკობდნენ იმაზე, რასაც ხედავდნენ, რომ ეს ადამიანები აკეთებდნენ. ხვდებით? მიხვდით? თორე ჩემი ღვთისადმი რწმენა როგორ უნდა გაიგოს ახლა ვანმა? ან ხონმა? გესმით? მე ვიტყვი ასე, წამს ღმერთი, აი გამოვალ ახლა კამერას მივაჩერდები, გაასწორე ჩემზე კამერა. მე ღმერთის წამს, შაიტანეთ ვანში გავუშვით ეს ეკრანზე. არაფერიც არ მოხდება, იმიტომ რომ იმასაც წამს. მაგრამ როცა ისინი ხედავენ ისეთ საქმეებს, რაც ყოველთვის არ დაუნახიათ, ცელდება ღმერთის რწმენა, ძვირფასებო. საყოველთაო ხდება ღმერთის რწმენა. ის მუხლი რომელსაც გამოვტოვე, რომელთ 1:8 უპირველესად ჩემს ღმერთს მადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისთვის, რადგან თქვენი რწმენა მთელ მსოფლიოს ეუწყებაო. ეს იმ სკეპტიკოსების საყურადღებოდ, რომლებსაც არ ჯერათ რომ პირველ საუკუნეში მთელ მსოფლიოს მოედო სახარება.
ეს ესხატოლოგიური საკითხია, როცა დავამიდის მათეს 24 თავში იმაზე მეგობრებო, რომ ერთ-ერთი ბოლონიშანი ეუწყება სახარება მთელ მსოფლიოს, იცით, ერთი სკოლა ამბობს, რომ აგერ ბატონო პირველ საუკუნეში ეკლესიამ იმდენად გაავრცელა სახარება, რომ მთელ მსოფლიოს მოედო. ნახეთ აქ პავლე მოციქული რას ამბობს, მადლობ ღმერთს თქვენთვის, ყველა თქვენთაგანისთვის, რადგან თქვენი რწმენა მთელ მსოფლიოს ეუწყებაო, საოცარია, თქვენი სიტყვა. პავლე მოციქულს ქონდა ძალიან ძლიერი Facebook-ის გვერდი. TikTok-საც მაგრად იყენებდა და უცებ გაავრცელა სახარება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ კარგია რომ ვაკეთებთ, გააგზელეთ, ვინც ამ საქმით ხართ დაკავებული, მაგრამ მეგობრებო, ეს თავის გასაკეთებელს კი აკეთებს. მაგრამ ერთია სიტყვის დათესვა, მეორეა რწმენის დემონსტრირება. ღმერთის რწმენის დემონსტრირება. და ეხლა უკვე დასასრულისკენ ისეთ დეტალებს გეტყვით, რომ ყველაფერზე გადაიწმინდება ნისლი რა. სიტყვა დაუმორჩილოთ რწმენას, როცა მორწმუნეთა მხრიდან ხდება ღმერთის რწმენის დემონსტრირება, რწმენა ხდება საყოველთაო. მე ამის მჯერა, რომ რწმენა გახდება საყოველთაო. ამ ქვეყანაში მათ შორის რწმენა საყოველთაო გახდება. ადამიანები ამას ვერ გაექცევიან. იქნება ღმერთის რწმენის დემონსტრირება ჩვენი მხრიდან. რწმენა საყოველთაო გახდება. მეტი ადამიანი გახდება მორწმუნე. და ეს უნდა მოხდეს ჩვენი შემხედვარე. მე რას მიყურებ კაცო ღმერთ შეხედე. არ გამოვა ეგრე. ღმერთი არ ეჩვენება და ღმერთმა თქვა რომ აგერ ამას შეხედე და დამინახე მე. არა შენ არ გინდა, არა ღმერთო ჯობია შენ დაგინახოს. გითხრათ კიდევ ერთი რაღაცა, აი ის ცნობილი ისა სტუმარი მომყავს დაბაშენიცი. კაი ჩვენ ახლა შევიფერებთ და კაი ანახეთ ჩვენი თავი, თავაზიანად მივესალმებით, ხარზე ხელსაც მოუთათუნებთ. ნუ რაღაც მეთოდი არის ახლა, მოდი ვცნოთ, ვაღიაროთ. რაღაცა მეთოდი არის გავლენის მოსახდენად, მაგრამ მეგობრებო, თუ ეს ადამიანი ყოველთვის დაგინახავს, ნახეთ, უფრო მეტად არ დაიბნევა, შეიძლება ასე თქვას, ის კი მომექცა კარგად, მაგრამ შენ რო არ კარგად არ მეკცევი. აი რითი უნდა იყოს ეკლესია დაკავებული. იოანემ რწმენას უწოდა წუთის სოფლის მძლეველი. გაიხსენეთ? პირველი იოანეს 5:4-ში იოანემ თქვა, ქვეყნიერების მძლეველი ჩვენი რწმენა. როგორ უნდა გამოვავლინოთ ახლა ეს რწმენა? აი ახლა მივედით დასკვნაში. პირველი იოანეს 5:4. როგორ ვლინდება რწმენა? პირველი რწმენა ვლინდება მორჩილებაში. რწმენა ვლინდება ჩვენს მორჩილებაში. ღმერთისადმი ნამდვილი მორჩილება არის რწმენის ნაყოფი. რომ დავაზუსტოთ, რწმენა წარმოშობს მორჩილებას. ანუ თუ მე რწმენით ვდგავარ და დავდივარ, მე უნდა ვიყო ღმერთის მორჩილი ადამიანი. ებრაელთა 11:8 რწმენით დაემორჩილა ა ブラ ამი მოწოდებას წასულიყო ქვეყანაში მემკვიდრეობით რომ უნდა მიეღო და ისე წავიდა რომ არ იცოდა სად მიდიოდა. რწმენით დაემორჩილა, სიტყვას დაუკვირდით, რწმენით. ანუ ღმერთის სიტყვის დაჯერებით და მის მიხედვით მოქმედებდა და წავიდა იქ, სადაც ღმერთი ეუნეოდა რომ წასულიყო. თუმცა, ნახეთ, წერილის ავტორმა ისეთი რამ გვითხრა ძვირფასებო, ვერც ერთი ჩვენთაგანი რო ვერ გავიგებდით რომ სულიწმინდას არ ეთქვა წერილის ავტორისთვის. რა ვიცით ახლა რას ფიქრობდა ამ დროს ა ブラ ამი? მაგრამ ნახეთ წერილის ავტორმა სულიწმინდამ გვითხრა ასეთი რაღაცა რომ არ იცოდა სად მიდიოდა. აი ეს პატარა მონაკვეთი რომ არ ყოფილიყო ახლა აქ არ იცოდა სად მიდიოდა, ჩვენ გვეგონებოდა რომ ღმერთმა უთხრა, აი ქუთაისში ხო არ ახლა მე მინდა წახვიდე თბილისში და არაფერი გაურკვევლობა არ გვაქვს, ავდგები და წავალ თბილისში. მაგრამ როცა ის ეუნეოდა რომ დათმე ახლა ეს რაღაცა რაც გააქვს და უბრალოდ გამომყევი, ადგა ეს კაცი და გაყვა. და ეს შევიდა ძვირფასებო ებრაელთა მე-11 თავში, რომელსაც რწმენის გალერეას ეძახიან თეოლოგები, ბიბლიოლოგები. აქ არის წარმოდგენილი რწმენის გმირები, აქ არის წარმოდგენილი რწმენის დიდი საქმეები.
და ერთ-ერთი ვინც არის ა ブラ ამი, აიცით რითი? ღმერთს იმ დონეზე ენდო რომ იქ წაყვა, სადაც არ იცოდა რა იქნებოდა და რა მოელოდა. და მას ქვია მორჩილება. ა ブラ ამის ცხოვრებაში ასეთი ფორმულა შეგვიძლია დავინახოთ: რწმენა უდრის მორჩილებას. რწმენა უდრის მორჩილებას. შეიძლება ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ეს ფორმულა ასე შევცვალოთ, ეს ტოლობის ნიშანი ამოვიღოთ და კითხვის ნიშანი ჩავსვათ მაგალითად. ესთერის წიგნი მეოთხე თავის მე-14 მუხლი. ნახე, რადგან თუ დადუნდები ასე დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამა შენი სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას. ეს ამის წინაც ვახსენე, ისე ვიყავი შთაგონებული ამ გამოცხადებით, ძვირფასებო, შეხედეთ. ესთერი, ეს არის, მეგობრებო, თავის სილამაზის გამო და იმის გამო, რომ დედოფალი ცუდად მოიქცა. ამ იმპერიის დედოფალი მოიქცა ცუდად. ხიბლში ჩავარდა და ქმარს მოექცა საჯაროდ უპატიოდ. რაში გამოიხატებოდა ეს? კი არ დაუწყევლია. ქოქოლა კი არ დააყარა, ისე ნასვამი მოეთერიო. ნახეთ, იქ იყო გარკვეული წესრიგი, იქ იყო კულტი კაცის და მის დაძახილზე არ მივიდა. ეს გახდა სამსჯელო, მეგობრებო, ვეზირების, მთავრების და ყველა შეიკრიბა. მეფემ კი არ გადაწყვიტა. შეიკრიბა და კანონები მოიშველიეს, ნახეთ, სპარსეთის კანონები მოიშველიეს და მეფე ეკითხება, როგორ მოიქცეთ, მათ უთხრეს, თუ მთელს იმპერიაში ეს ქალები, სხვა ქალები ამას გაიგებენ, სისტემა თავზე დაგვენგრევა, ყველა ქალი უპატიოდ მოექცება ქმრებს და ეს იქნება საშინელება. ამიტომ უნდა გადააყენო დედოფალი და მის ადგილას მოზებნო სხვა და გამოაცხადეს კონკურსი, მოყავდათ აქ მოდელები, იუმორით, მაგრამ ულამაზესი ქალწულები და ასე შეარჩიეს ესთერი. ესთერი იყო ებრაელი, ებრაელობა იქ ნიშნავდა 10 ნაბიჯით უკანყოფნას წესით. ამიტომ არ ამხელდა რომ ებრაელი იყო. მორდექაიმ ბიძამისმა თუ ბიძაშვილმა დაარიგა რომ არ გაამხილო, დრომდე სალამ არ იქნება საჭირო რომ ებრაელი ხარ. აი ასე მოხდა იქ. თქვენ თუ აღარ წარმოიდგინეთ რომ ესთერი იყო დაუშვათ ეს თუ ბრიტანეთის იმპერატორი იყო, ესთერი იყო საფრანგეთის იმპერატორის შვილი. ამიტომ ვინ ხელს ვინ მოკიდებდა ხალხო მონობის სახლიდან ამოყვანილი, რომელსაც ალბათ კიდევ სუნი აზდიოდა მონური მდგომარეობის ამ დროს, აი ეხლა დაუძახეს, ეხლა დააწინაურეს და თან წესები გააცნეს, რომ თუ მეფის ნებართვის გარეშე ერთ სიტყვასაც კი იტყვიდა, ან მისკენ წახვალ, ჩათვალე რომ მკვდარი ხარ, არა თუ დედოფლობა. და ამ დროს მოვიდა მორდექაი, იმიტომ რომ ტერმა გამოსცა კანონი ებრაელები დავხოცოთო და მორდექაი არის თავისი ერის მოშურნე და უცებ, ნახეთ, უცებ. გაახსენდა რომ ესთერი იქ არის, ვის შეუძლია ახლა რამე გააკეთოს, ამ პოზიტიურ გააკეთოს ის. მეგობრებო, რა მახსენდება ხოლმე იცით ვიღაცას რომ თანამდებობას დანიშნავენ და მთელი ნათესაობა რო ურეკავს. ეს ხალხი როგორც ნეხის ქვეშ არიან ხოლმე, ხო იცით ამ. იქნება ახლა ჩემი შვილი სადღაცა იქ, მეორემ დაურეკა, იქნება, კაცი ფიქრობს, სულ არ მინდა ეს თანამდებობა, გავიქცევი აქედან. აი ესთერი ასეთ მდგომარეობაში იყო, უცებ გაჩნდნენ ხალხი და აბა, მიდი ეს გააკეთე და გადაარჩინა ისრაელი. და ამ ქალმა გაიბრძოლა და თქვა, ეს ისტორია მეგობრებო, ვერ გაიგებთ მაშინ ესთერის გაღებულ მსხვერპლს. ესთერის მორჩილებას ვერ მიწოდებით თუ ეს არ გეცოდინება. მან თქვა არ გამოვა. და მაშინ უპასუხა მორდექაიმ ეს. თამაში არის ყველაფერში ღვთის ხელი. და მე ასე მეგობრებო, ასე გეტყვით პირდაპირ. ჩვენ გვჭირდება მორდექაი ჩვენს ცხოვრებაში. მორდექაისნაირი ხალხი გვჭირდება ხელს რომ გვიბიძგებენ. ნახეთ, ჩვენ რო თავს ვიკავებთ, აი თითქოს ცეცხლში შევიდეთ თუ არ შევიდეთ, გავრისკოთ თუ არ გავრისკოთ, მივენდოთ თუ არ მივენდოთ. აი მორდექაისნაირი ხალხი გვჭირდება, რომლებიც მოვლენ, არც ბოდიში მოგვიხდიან, იცი სწორად გამიგე, არა პირდაპირ ხელს გვიბიძგებენ. აი და დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე. და მე მინდა ვიყო ასეთი მორდექაი. ცოტა დახვეწილი მორდექაი მჭირდება რომ ვიყო. მახსოვს მეგობრებო, როცა ამ თემებს ვეხებოდი, როცა ახალგაზრდებს ვესაუბრებოდი, დანიშნულებაზე იფიქრე, ღმერთის ადგეძახის, გეოგრაფიაზე იფიქრე, სად უნდა ღმერთს, ღმერთმა უნდა გითხრას, ღმერთმა უნდა დაგიმოწმოს. მეორეს მხრივ მეგობრებო, ჩემ შიშებსაც ვებრძოდი რომ ბიჭო,
ხვალ ეს ადამიანი რომ წარუმატებელი, ანუ რაღაცაში წარმატებას რო ვერ მიაღწიოს, არა, შენ დაგაბრალი სიტყვის, აგერ იმან მითხრა, აქ დარჩი, იქ რაღაცას თავაზობდნენ, იმ ქალაქში შემეძლო კარიერა გამეკეთებია, საფრანგეთში წავსულიყავი, ამერიკაში წავსულიყავი და მაგრამ მეგობრებო, ნახეთ. მორდექაიმ ეს გააკეთა. თქვენით არ ილაპარაკოთ. ეჭვიანები კი არ იყოთ. მე ჩემ თავს ეს შევეკითხე, ეჭვიანი ხო არა ვარ, მინდა ყველა ეკლესიაში იყოს, სხვა ეკლესიაში რომ წავიდეს, თუ ღმერთი ეტყვის წავიდეს, მეცაც გეტყვით, მეგობრებო. ჩვენ ეკლესიას დასჭირდება ხალხი გაიღოს სხვა ეკლესიებისთვის. მე გარწმუნებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, რომ ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი ხალხი გავიღოთ როგორც მსახურები სხვა ეკლესიებისთვის. ისეთი ხალხის გაღების ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ ვიტყვით ესენი ჩვენ გვინდა, ჩვენ გვყავდეს, აქ იყვნენ. მაგრამ ჩვენ ისევენაირად უნდა მოვიქცეთ, რომ გავცეთ, რომ მეტი მივიღოთ. კარგი უნდა გავცეთ, პირთამდე გატენილი უნდა გავცეთ, რომ უკეთესი მოგცეს ღმერთმა. ამიტომ მე არ გირჩევთ, რომ ეჭვიანები, არ გირჩევთ, რომ ამის გამო დავაკავოთ ვიღაცეები, ან ეკლესიაში, ამ მსახურებაში, მაგრამ ჩვენ მეგობრებო, ჭეშმარიტების გააზრებით, ასე უნდა უბიძგოთ ადამიანებს ღვთისმორჩილებისკენ. გესმით? ჩვენ გვჭირდება მორდექაისნაირი ხალხი. და ეს თერმა გამოავლინა მორჩილება. ეს არის რწმენა, მორჩილებაში გამოვლენილი რწმენა. აი ამ რწმენით ღმერთის სიტყვისადმი დაჯერებით. ფაქტის წინაშე დააყენა მორდექაი ეუნევა სხვას გამოაჩენს უფალი. ეს უფრო უარესი ინფორმაცია არის. ეხლა აი დაუშვათ მოვიდა პირობითად ჩემთან ვიღაც მაგალითად გიორგი და მეუნევა აი ხუცესო აი იქ მინდა წასვლა და აი აქ რომ საქმე მაქვს თან მსახურება მე ვეუნევი აქ უშენოთ არ დავრჩებით რა პრობლემა არის შენ შეუცვლელი კი არ ხარ მაგრამ თუ შეუცვლელი არ არის შეიძლება ამის გამო კიდე დარჩეს მე აქ შეუცვლელი ვარ მე ძალიან მჭირდები მორდექაი მუთხრა შენ არის ზავ ღმერთი ზღვას გამოაჩენს მაგრამ შენს დანიშნულებას აცდებიო და ეს იყო მიზეზი რის გამოც ეს ხალი წავიდა ასეთ რისკზე ასე რომ რწმენა ვლინდება მორჩილებაში იაკობის 4:7 ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან მტერი გაიქცევაო ხალხო რამდენი გრძნობთ მტრის ახლომახლოს სუნსულს თქვენს ცხოვრებაში თუ შეიძლება ხელი აწიეთ რომ მტერი დასუნსულობს სადღაც ახლომახლო ზოგი იმდენად გახსნილია პირდაპირ ამბობთ ხოლმე ამას აი ეს მტერიო მოდის თუ საერთოდ უგზნობი ხართ ამ სიტუაციაში ცოტა მოფხიზლდით სათვალეს გათხოვებთ მე და უფრო კარგად დაინახავთ მე ეხლა შეხედეთ მტერი თუ ახლომახლო დაძრწის და დადის იმაზე კარგი დასანახი რა უნდა იყოს მის ზურგს რომ დაინახავ ეხლა წერილი რას ამბობს ხალხო მე არ ვულტრირებ აი მე გზნობებზე არ ვთამაშობ ნახეთ იაკობმა თქვა თუ დაემორჩილები ღმერთს რა თქმა უნდა ვემორჩილე 100 არა ძვირფასებო 100 არა თუ დაემორჩილები ღმერთს რწმენით ანუ ღვთის სიტყვის მიხედვით შეძლებ რომ წინაღუდგე და დაინახავ რო გაიქცევა რა მაგარი იქნებოდა თუ იშვენ ფინანსებს გაუშვებდა ხელს რამდენს ვეჯიკავები რომ წავგლიჯვეს ინიციატივა ავიღე რაღაცა დამემატავალი გავზარდე შემოსავალი გამეზარდა გასავალი ვერ გავასწორე ეს ბალანსი მოვკვდი დავიტანჯე მე რაღაცას ვიფიქრებ მაშინ გახდება ბავშვიავა წავალ და ჩავარდები ვალში მე გავხდები ავად მე ეს რაღაცა გაფუშტება სახში ონკანი მე რაღაცა ხო ცნობილი ისტორიებს ყვები მეგობრებო როცა ის ჩვენი ცხოვრებიდან წავა ეხლა მომისმინეთ რასაც გეუბნები ამას ქვია ღმერთის დიდების გამოცხადება შენ ხარ უკვე ადამიანი ვინც უბრალოდ კი აღარ ლაპარაკობ ღმერთი დიდებულიაო შენს გაქვს უკვე მოწმობა რომ შენი ცხოვრებიდან მტერი როგორ გააცილე შენი მოწმობა ეს აღარ არის სახარების გადაგება იწმუნე უფალი თუ აჯოჯოხეთში წახვალ აი რასაც ეხან პავლე ამბობდა ჯერ ახსენა რომ თქვენი სიტყვა მიწვდაო და მე თქვა თქვენი რწმენა მოედო თელ სოფლიოს
გავიაზროთ ერთი წუთით რა შედეგების მოტანა შეუძლია დღეს მორწმუნეების რადიკალურ მორჩილებას რწმენაში. მეორე, რწმენა ვლინდება მიძღვნაში. მიძღვნა ნიშნავს საკუთარი თავის და მთლიანი ცხოვრების ღმერთისადმი სრულ საკუთრებაში გადაცემას. აი რასაც ღეროდით წეხან, უფალო გადმოგცევ ჩემ თავს მთლიანად. აი ეს არის მიძღვნის ფორმულირება. დღეს რამდენიმე საკითხის კიდევ ერთი ფორმულირება მოვახდინეთ, როგორც გითხარით, ვილაპარაკეთ რწმენა რა არის. ეხლა უნდა ვთქვათ, მოკლედ მიძღვნა რა არის? მიძღვნა ნიშნავს საკუთარი თავის და მთლიანი ცხოვრების. მთლიანი ცხოვრება რატომ დავწერე, იცით? იმიტომ რომ ჩვენ ეს გვახასიათებს, რომ ცხოვრების სფეროებს ყოფთ ასე. აქ მოდი უფალო, გახსოვთ აქ ამის წინ კონფერენციაზე ერთ-ერთი ალეგორია იყო, აი ჩემს მანქანაში ჩაჯექი უფალო, მაგრამ უკანასკამზე დაჯექიო. და ბევრსაც ნუ კი ილაპარაკებ, იქ იმიტომ გაჯენო, ისეთი ალეგორია არის, ახლა ასე არ ხდება, უფალ ჩვენ დაუძახოთ, ჩემი მანქანის უკანასკამზე დაჯექი, მაგრამ აი ჩვენი სტუმრები რო იყვნენ, აქ იყო ძალიან ძლიერი თემა მოტანილი, რომ ნახე, იმიტომ არ მინდა რომ ბევრი მელაპარაკო, არაო, სწორი იცით რა არისო, მას უთხრა რომ ვინანიებ უფალო და წინ გადმოდი. მესაჭეთ შენიყავი ჩემი ცხოვრებისაო. ამას ნიშნავს მიძღვნა, რომ მთელი ცხოვრება ღმერთისადმი გქონდეს სრულ საკუთრებაში გადაცემული. რომელთა 12:1, ამიტომ გევედრებით ძმებო ღვთიური თანაგზნობის მეშვეობით წარუდგინოთ. ძველი თარგმანი ამბობს, შესწიროთო თქვენი სხეულები ცოცხალ წმინდა ღვთისთვის სასურველ მსხვერპლად, რაც არის თქვენი გონურული მსახურებაო. ნახეთ რა შეუნეოდა პავლე, ღმერთს გადაეცითო თქვენი თავი. მსხვერპლად მიეცითო ღმერთს საკუთარი თავი. ეს არის მიძღვნა. ეს მუხლი მეგობრებო მიძღვნაზეა. თუ აქ სიტყვა მიძღვნას ვერ პოულობთ, ეს იმიტომ უბრალოდ რომ ხანდახან ენებში არის განსხვავებული ნიშნულობით გამოყენებული ეს სიტყვები ენებში. მიძღვნაში გვეხმარება იმ ჭეშმარიტების გაცნობიერება, რომ ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. როგორ გავხდე ღმერთო შენი საკუთრება? იმ ჭეშმარიტების გააზრებით, რომ მართლა არ ვეკუთვნი საკუთარ თავს. უფლება არ მაქვს საკუთარ თავზე. მას შემდეგ რაც იესოს გადავეცი ჩემი ცხოვრება, მას შემდეგ რაც ის ვაღიარე ჩემი ცხოვრების უფლად, მე საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. შეგიძლიათ თქვა ამენ? დაბადება 22 თავით, 16-18 მუხლები. ეს არის მომენტი, როცა აბრაამმა აიღო დანა საკუთარი შვილის მოსაკლავად. როცა ღმერთმა უთხრა რომ მსხვერპლად მიეყვანა. შეხედეთ, ეს არის ის მომენტი. უთხრა გეფიცები, ამბობს უფალი. რა კი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის და მე გძელდება, ამიტომ გაკურთხებ და მე მთავრდება, რადგან შეისმინე ჩემი ხმა. ეს ეხლა მე რაც მარტო ერთ-ერთი ფრაზა წაგიკითხეთ ამ სამი მუხლიდან, თითო ფრაზა. ამიტომ გაკურთხებ, ამას რომ გააგრძელებ, იქ არის რა კურთხევა არის ეს? ეს არის წარმოუდგენელი კურთხევა. რას მოყვა? იმას რომ აბრაამმა არ დაზოგა არაფერი ღმერთისთვის. აი რა არის მეგობრებო მიძღვნა? და ღმერთის შეძრა ამ ქმედებამ, ღმერთმა დაიფიცა. ხშირად იცით? ხშირად ხედავთ? გეფიცები? არა. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, სადაც ღმერთი ფიცს მიმართავს და ეუბნება იმის გამო, რომ არ დაზოგე საკუთარი თავი, მე გეფიცები, რომ გაკურთხებ ძლიერად და ამთავრებს ასე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ შეისმინე ჩემი ხმაო. ხედავ? რწმენით ადამიანი რწმენას ავლენს მიძღვნაში. მან შეისმინა ღმერთის ნათქვამი, წავიდა ამ გზით, არ დაზოგა არაფერი, იმიტომ რომ სწამს და ებრაელთა წერილი არის საოცარი განმარტება ამ ყველაფრისა. ებრაელთა წერილის ავტორი ამბობს, როგორ შეძლო აბრაამს ეს გაეკეთებინა. მან მიიჩნია, რომ თუ მოკლავდა ისააკს თავისი ხელით, ღმერთს შეეძლო მისი მკვდრეთით აღდგენაო და ასე რომ ამ ყველაფრიდან წამოყვანილი ისააკი მიიღო როგორც მკვდრეთით აღდგარიო. ნახეთ როგორ როცა ჩამოყავდა მთიდან ფაქტიურად მკვდართაგან დაიბრუნა. რომ წამები ქონდა, უნდა დაეკლა, უნდა მოეკლა. ღმერთმა შეაჩერა უთხრა, ხედავ რომ არ დაზოგე, ხედავ რომ მოშიში კაცი ხარ, ხედავ რომ მიძღვნა შეგიძლია და გესმის, ასე რომ მიღებული ეს ყველაფერი შენგან და ამ ქმედების გამო გაკურთხებ. ვისაც კურთხევა გინდათ მეგობრებო, ამ გზით უნდა იაროთ. ჩვენ გვახასიათებს პირიქით დავზოგოთ საკუთარი თავი და დავზოგოთ ის რაც ჩვენთვის არის ძვირფასი. გაიხსენეთ პეტრე, იესო მილაპარაკა მის თავზე კი არა, იესო მილაპარაკა, ეხლა მე ეს უნდა გავაკეთო, პეტრემ გამოსდო ხელკავი გამოსდო
გაიყვანა გვერდზე და უთხრა იესო ეხლა არ გინდა დაზოგე საკუთარი თავი გაიხსენეთ ისიც გაიხსენეთ იესომ რა უთხრა ამან ჩუმად უთხრა და იესომ თქვა ხმამაღლა მომცილდი სატანაო რადგან იმას არ ამბობ რაც ღმერთისგან არის არამედ რაც ადამიანურიაო შეხედეთ მეგობრებო ჩვენ გვახასიათებს დავზოგოთ საკუთარი თავი გახსოვთ წინაკვირას გეუნეოდით არაყვეთ ცუდ ბიჭებს და ცუდ გოგუებს ნახეთ ცუდი ბიჭები და ცუდი გოგუები ჩვენ ამას არავის არ ვეძახით მაგრამ პირობითად გამოვიყენე ნახეთ ადამიანი რომელიც ხშირად შეიძლება სხვას უფუჭებდეს გულს ნახეთ ჯერ თვითონ აკეთებს რატომ უნდა გავაკეთო არ გავაკეთებ ანუ თავისი არ კეთებით ახდენს გავლენას სხვებზე მაგრამ როცა ხედავს რომ მაინც ვერ მოახდინა გავლენა სხვაზე მერე მიდის და გადადის ლაპარაკზე ვინ ხედავს რომ აკეთებს რატო აკეთებ მაგაც სულელი გონი ხარ გესმით ხვდებით ჩვენთვის ეს არის დამახასიათებელი რომ დავზოგოთ საკუთარი თავი რამდენჯერაც დაზოგავ საკუთარ თავს იცოდე რწმენით არ იქცევი იმიტომ რომ რწმენა ვლინდება მიძღვნაში მიძღვნას განსაკუთრებული კურთხევები მოყვება და ამას ყოველთვის გადავყავართ ახალ საფეხურზე სულიერ საფეხურებს გვიცვლის ეს ყველაფერი და შეხედეთ მორჩილება არის მოქმედება მაგრამ მიძღვნა არის განწყობა ანუ მორჩილებას როცა ვირჩევ მოქმედებ მაგრამ მიძღვნა სინამდვილეში არის განწყობა მოტივაცია რაც მიბიძგებს რომ ვიმოქმედო მიხვდით მორჩილება ზოგჯერ უბრალო ქმედება არის განაუმნიშვნელოა მაგრამ მიძღვნა არსით აღმატებულია მორჩილება ქმედება არის ხოლო მიძღვნა დგას ამ ქმედების მიღმა როგორც მოტივაცია როგორც განწყობა მორჩილების მოქმედებაში მოსაყვანად მორჩილება არის ნაბიჯი ერთი ნაბიჯი ხოლო მიძღვნა არის ცხოვრება ეს ცხოვრების წესია ეს ცხოვრების სტილია მორჩილება ზოგჯერ შეიძლება მოვალეობაზედაც კი გადიოდეს მხოლოდ დაფიქრდით ვემორჩილები იმიტომ რომ ვალდებული ვარ მაგრამ მიძღვნა ყოველთვის ღვთის სიყვარულით არის შთაგონებული იმიტომ შემიძლია ვიყო მიძღვნილი რომ გავაცნობიერე მისი ჩემდამის სიყვარული და ჩემი სიყვარულით ვეხმაურები ახლა და ღმერთის სიყვარულით იკვებება და მესამე და ვამთავრებ რწმენა ვლინდება საქმით ამაზე მაშინაც ვისაუბრე მოკლედ იაკობის 2:14-18-ში წერია რომ რა სარგებელია თუ ვინმე იტყვის რომ რწმენა აქვს საქმენი არ გააჩნია ასეთ რწმენას არ შეუძლია მისი ხსნა თუ ძმა ან და შიშველია და ღვთიური საზრდო აკლია რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას მშვიდობით წადი გათფი ის საზრდოვე როგორი გასაგებია 2000 წელი გვაშორებს აი ამ სიტყვების ნახეთ მაგრამ როგორი გასაგებია აი ვიღაცას პრობლემა აქვს და შენ ეუნევი ღმერთმა გაკურთხოს ღმერთი შეგეწიოს ღმერთი დაგეხმაროს იაკობმა თქვა აი ის ცნობილი ძველი ის არის ამბავი ერთი ძმა დადიოდა საქადაგებლად ოჯახებში მიდიოდა ქრისტიანების მოსანახულებლად ყავა იყო ახალი შემოსული მთელი დღე იარა ერთმა ყავა დაალევინა მეორემაც ყავა და მესამე და ღამე 9 საათზე რომ მივიდა ვიღაც მოსანახულებლად იმან რომ უთხრა ყავას ხომ დავლევო მიაძახა და ცოტა კარტოფილი გამოაყოლეო უთხრა აი დაახლოებით რომ აი ხედავთ ელემენტარულად აი იაკობმა თქვა თუ ძმას სჭირდება თუ ძმას საჭმელი არ აქვს ან ტანსაცმელი არ აქვს ღმერთის სიტყვით მისი დატვირთვა რომ გაკურთხოს და გაგიმრავლოს ის ამბობს საქმე გააკეთე შეიძლება ერთი უბრალო რაღაცა პერანგი გაქვს რომელიც გინდა რომ დაზოგო არ ქონიათ ეგ მომენტი მაგრამ თუ კი ვინმეს ხედავ რომ ჭირდება რწმენით იქცევი მაშინ როცა ცდილობ მის საჭიროებაში ერთი ლეპტა მაინც დადო ეს ხო ორჯერ 4-ია ძვირფასები და როცა ეს გესმის შეუძლებელია ქველმოქმედი არ იყო ვიღაც მე არ ვარ ქველმოქმედი ქველმოქმედის მიცით მეორე მხარე რა არის ის ვინც არ არის ქველმოქმედი ყოველთვის უყვარს რომ ჩუქნიან მოგებული ეგრე უფრო არჩევი ასე ვიარწმენას თუ საქმენი არ გააჩნია თავისთავად მკვდარიაო ნახეთ რა გასაგებია სიტყვებით ლაპარაკი შენი რწმენა უნდა გამოაჩინოს საქმე როცა შენი საქმე იქნება ასეთი მეგობრებო რწმენა გამოვლინდება ღვთის დიდება გამოვლინდება დაიჯერეთ ეს ამიტომ ვილაპარაკი ამდენი თქვენ როგორ ისე რაღაცა რწმენა არის არა ნახეთ თითოეულმა ადამიანმა ამაში რომ იმოქმედოს
მორჩილების საკითხში, მიძღვნის საკითხში არ დაზოგოს საკუთარი თავი და საქმის საკითხში დამიჯერეთ მეგობრებო, რომ რწმენა უფრო მეტად გახდება საყოველთაო. ადამიანები ღმერთის დიდებას იხილავენ აი ამ რწმენის ნაბიჯებით. რამდენადაც ვერ წმუნებით, იმდენად დავემორჩილებით. ესე ძალიან მაგარი პრინციპია. რამდენადაც ვირწმუნებთ, იმდენად დავემორჩილებით. 1. მერე რამდენადაც დავემორჩილებით, იმდენად მიძღვნას შევძლებთ. და პლუს ამას, რამდენადაც მიუძღვნით თავს, იმდენად ვიმოქმედებთ. ხო მარტივია. რამდენადაც ვერ წმუნე ღმერთს, იმდენად ვემორჩილები. რამდენადაც დავემორჩილე, იმ დოზით შემიძლია ვიყო მიძღვნილი. ხოლო რამდენადაც მიძღვნილი ვარ, ზუსტად იმ დოზით შემიძლია საქმე ვაკეთო და ვიმოქმედო. 1 პეტრეს 2:12 კეთილად მოიქეცით წარმართა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ როგორც ბოროტ მოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი. ნახეთ, კეთილი საქმეები დაინახონ. კეთილად მოქცევა დაინახონ. პრინციპად უნდა გავიხადოთ. პრინციპად ამ იდეის გამო უნდა გავხდეთ უზომოდ თავაზიანები. ამ იდეის გამო უნდა მოვიშოროთ მოღუშული სახეები და დავიწყოთ ღიმილი. წარმოუდგენ, აი, აპრაქტიკეთ ხალხო, მეზობლებს თქვენობით ველაპარაკებ, იცით? ჩემს ყველა მეზობელს თითქმის ქალბატონებს. გამარჯობას რომ ეტყვიან, გამარჯობათ მე ასევე უნევი. ერთი მოდის, ორი კი არა. შეიძლება იმათ უკვირს ახლა თქვენობით რატომ მომართავს? ჩემი პატივისცემის გამო ხატვის მხოლოდ. იმიტომ რომ კეთილად მინდა მოვექცე. მუდმივად ვტოვო ეს კვალი. თავაზიანად მოვექცე. ღმერთი უნდა ადიდონო, აი რამდენი რამე წავიკითხეთ ერთმანეთთან კავშირში, ნახე, ღმერთის დიდებას იხილავ თუ ირწმუნებო, ვერ წმუნე უფალს გადავწყვიტე, ნახეთ რა მარტივია. გადავწყვიტე კეთილად მოვექცე ყველას და წერია რომ მათ უნდა ამით განადიდონ ღმერთი. შენ გონი ახლა თუ დავждები და ლექციას მოუყვები. არა ძვირფასებო. ფილიპელთა 2:15 რათა შეიქმნათ უბიწონი და სუფთანი ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ის იანათებთ როგორც მნათობების სამყაროში. აი შეგვიძლია ასე შევიქმნათ მეგობრებო. შეგვიძლია ჩვენ ეს უბრალო ხალხი, აი ვინ ვართ აქ წარმატებული, არც არავინ იმ საზომით, მაგრამ შეგვიძლია ვიქცეთ როგორც მნათობების სამყაროში, იმიტომ რომ ისეთ სიბნელეშია სამყარო, რომ ვერ წარმოგიდგენიათ ჩვენი სინათლე სად გამოჩნდებაო, დიახ, გამოჩნდება ძვირფასებო, რწმენა მაშინ არის რწმენა, როცა ის გამოხატულია მოქმედებაში. დიდება იესო.